მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებელო, დღეს არის 2 მარტი, მე გიბრუნდები სპონსორის სიახლოვეს. ჩვენი სასაუბრო თემა არის დღეს მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს ნაკრებმა 27 თებერვალს ძალიან დრამატულ ბრძოლაში გასვლაზე აჯობა დანიას 18 ქულით და საქართველოს ნაკრებმა ნახევრად დაიტოვა შანსი 50% ჯერჯერობით. საქართველოს ნაკრები დღეს თბილისის დროის სადღაც 8 წუთში დაიწყება უკვე საზოგადოებრივი პირველი არხის შემოგთავაზებელ დღევანდელ მატჩს საქართველოს-დანია. საქართველოს დღეს გამარჯვების შემთხვევაში შანსი ინარჩუნებს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორედ კვალიფიცირებას და ჩვენ ბიჭებს წარმატებას უსურვებთ. რაც შეეხება თამაშიდან გამომდინარე, თორნიკე შენგელიამ 24 ქულა დააგროვა გასვლაზე და ძალიან კარგად ითამაშა თორნიკე შენგელიამ 2 პასი 24 ქულა თორნიკე შენგელიას ანგარიზე. პირველი მატჩი ძალიან საინტერესო იყო და მეორეც მე უკეთეს მოველი მართლაც და ჩვენ ბიჭებს წარმატებას უსურვებთ დღევანდელ მატჩში. დანარჩენი რაც შეეხება საზოგადოებრივი პირველი არხის შემოგთავაზებელს სადღაც 7 წუთში დაიწყება ეს მატჩი. დღეს ძალიან პრინციპული მატჩია და დღეს მოგების შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ საქართველოს ნაკრებს განახლებული ექნება მსოფლიო ჩემპიონატზე შანსი დაიტოვოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვოს თამაშის უფლება. ამისთვის წარმატება მხოლოდ და მხოლოდ საჭირო. ეხლა კი რაც შეეხება გუნდშინდელ მატჩებს გეტყვით, ფეხბურთზე გადავიდეთ. უნაიტედმა კერძოდ უნაიტედმა ძალიან რთული და დრამატული ბრძოლა მოიგო კრისტალ პალასთან, აგებდა 0-1 და 2-1 დაუნკაბენკა. რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენმა მოიგო 0-1, ვილიარეალი კი ბარსელონასთან განადგურდა 4-1. კატალონიის ბარსელონა ისევე საჩემპიონო ბრძოლაში ჩაერთო და მადრიდის რეალს და ბარსელონას შორის სულ რაღაც 4 ქულა უპირატესობა დარჩენილი. ეხლა კი მე ვიტყოდი დანარჩენს მე დაახლოებით 3 დღეში დაგიბრუნდებით და უკვე ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ჩემპიონთა ლიგიური მატჩებზე. ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა იყო და რამოდენიმე გუნდები როგორ გადანაწილდა და ასე შემდეგ. თუ მოგიწონათ ვიდეო და ლაიქით, გამოიწერეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად. გამოიწერეთ არხი აუცილებლად, რათა განვითარდეს არხი.